საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არ სურს გეოპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა და ქვეყნის განვითარების კურსით არის დაკავებული. მიხეილ სააკაშვილმა ამ სიტყვებით ანაკლიის ბანაკში დასასვენებლად მყოფ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს მიმართა. პრეზიდენტი მათ ანაკლიის ბანაკის ისტორიაზე ისაუბრა. ანაკლიის ტურისტული ინფრასტრუქტურა გააცნო, სადაც ამჟამად სასტუმროები და კასეტები კომპლექსები შენდება. ანაკლიის ბანაკში ქართულ ბავშვებთან ერთად პოლონელი, უკრაინელი, ბელორუსი და აზერბაიჯანელი ბავშვები ისვენებენ. ისინი უნდა გახდნენ ხიდი იმ ურთიერთობების აღდგენისა, რომელიც რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წყალობით გახდა. Ახალგაზრდთა შეხვედრაზე პრეზიდენტმა. Наши народы не теряли друг с другом связи, наоборот, сблизились и განმხურში და ჩემთან მოვიდა პატარა ბავშვი 4 წლის. ქვია სახელად ვატო, მოვიდა მოიყვანეთ ვატო აქ. მოიყვანეთ. Ему 4 годика, я только что с ним познакомился. И он сказал, что он знает все столицы мира. Аба Америкис дедакалаки რა არის, кстати? Карги. Украина? Минский? Русეთი? Москва. Прости, любой штат. Азербайджан. Баку. Ереван. Кай. Кай. Что еще придумать? Хондурас. Кускальпа. Хорошо, Бося. Кто из вас знает столицу, допустим, Австралии конкретно? Какая столица? Сидней вы говорите? Сейчас его спросим. Австралия. Камбера. Столица Бразилии какая? Рио? Бразилия. Бразилия. Какие еще вас страны интересуют? Эквадор? Это. Сейчас я был в Перу. Сейчас я его спрошу. Перу Широбене дедакал. Лима. Какие еще у вас столицы интересуют? А? Турция? Куба? Подожди, какая столица Кубы? Вы знаете Кубу, поскольку вы говорите. Но, допустим, столица Голландии. Знаете, какая столица Голландии? Какая? Амстердам? Холландия, Шумели? Амстердам. Договорились. Какие еще? Какие? А? Словакия, Тици? Братислава. Ему 4 года, 4. Я к тому говорю, что вот такие дети растут здесь вокруг. И когда такие дети вышли на арену, нам вообще нечего делать в жизни. Срочно надо ему уступить. Кто-нибудь, как... Ладно, отпустим его, а то... მოგესალმებით ყველას, ჯერეთი მინდა ვთქვა, რომ ეს უნიკალური ადგილია, ეს ბანაკი და უნიკალურია იმითაც, რომ ეს არ არის პირველი ბანაკი, რომელიც ჩვენ აქ ავაშენეთ. 3 წლის წინ ამ ასეთივე მზიან აგვისტოს დღეს ეს ბანაკი, ასეთი ბანაკი ოღონდ უფრო ულამაზო შეიძლება ითქვას ხის განაშენებული იყო აქედან 3 კილომეტრ მანძილში და შემოსულმა არმიამ ჩათვალა, რომ ის არის სამხედრო ობიექტი ან რაღაც სახიფათო ობიექტი და პირველი რაც მათ გააკეთეს ეს ბანაკი გადაწვეს. მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ აბსურდი ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის, ჩვენი საერთოდ ყოფის ერთხელ საქართველოს ძალიან ჩქარა შენდება. მე ხა მოვიარე ძალიან ბევრი სასტუმრო, ახალი ბულვარი, ახალი ხიდი, რომელიც შენდება, რომელსაც ქვია ერთობის ხიდი. ყველაფერი სილამაზე, ერთ მხრივ ეს არის და მეორე მხრივ არის ის, რომ
ეს პლაჟი გრძელდება რამდენიმე კილომეტრი, იქ არის ბევრი კაფე, რესტორანი, თქვენ ალბათ ნახავთ ამ დღეებში. არის ძალიან ლამაზი ბანჯი ჯამპინგის ატრაქციონი, სხვა ატრაქციონები, ეხლა შენდება სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია იწყებს მშენებლობას ერთ კვირაში ძალიან დიდი აკვაპარკის, იმისივე რომელიც ააშენა დუბაიში ძალიან დიდი აკვაპარკი და საქართველოს საერთოდ ეს არის რომ ყველაფერი არის ხალხისთვის, ამიტომ ეს არის სულ საჯარო სივრცე. ბულვარი, ველოსიპედის გზა, აკვაპარკი, ღია ამფითეატრი, დიდი გოლფის კურსი შენდება, მათ შორის უცხოელი ტურისტების, მაგრამ ჩვენთვის სწორედ გოლფის და მას ფეხბურთის სტადიონები შენდება, კალათბურთის მოედანი, ძალიან საინტერესო სხვა სპორტული და დასვენების ობიექტები. ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იქ არის რაღაც 15-16 ბუნგალო და მე-16 ბუნგალოს ბოლოს არის კედელი და კედლის იქით არის სადღაც რამდენიმე ათეული კილომეტრი, 70-80 კილომეტრი სრული სიცარიელი. არის სამხედრო ბანაკი, არიან ტანკები, არიან მართულხლართები არის და იმის იქით არის სიცარიელი. იმის შემდეგ იქით არის უიმედობა, გრევა, უპერსპექტიობა. იმის იქით არის ყველაფერი ის, რისგანაც ჩვენ ვცდილობთ გაქცევას. მე ამას ყველაფერს იმდენ გიყვებით, რომ საქართველოს ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ქვეყანა, რომელიც უბრალოდ ქართველებისგან კი არ შედგება ეთნიკური, ძალიან მრავალი კულტურის, მრავალი ეთნიკური ჯგუფის, მრავალი სხვადასხვა მოზაიკის გაერთიანება. და აი ამ საქართველოს მუდმივად აქვს პრობლემები იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფლები. იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ გახსნილები, იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ნორმალურები. და მე ხანდახან მიკვირს კიდევაც, რომ რატომ გვაქცევენ ამდენ ყურადღებას. ამ 2 დღის წინ ტელევიზორში მოვკარი თვალი. ჩვენზე 100-ჯერ დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა, თუმცა მას არ აქვს რეალური ძალაუფლება ალბათ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თუ ამხელა ქვეყნის პრეზიდენტია და თუ არ მიცეს მას რეალური ძალაუფლება, რეალურად იმყოფება ჩრდილქოს სხვა ადამიანის, მაგრამ 55 წუთი ინტერვიუდან ჩვენ დავთვალეთ ზუსტად, უბრალოდ მე არ მithვლია ნამდვილად არც ქრონომეტრით და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მთლიანობაში ეს ინტერვიუ არ მინახავს, იმიტომ რომ ბევრი სხვა საქმე აქვს. მაგრამ ვინც თვლიდა ჩვენ და პრესსამსახურში 55 წუთიდან 39 წუთი მომიწყდა მე. და ხანდახან ფიქრობ, რომ თუ ამხელა ქვეყნის თუნდაც შეზღუდული ძალაუფლების მქონე ლიდერს მეტი საქმე არ აქვს, თუ არა საქართველოს პრეზიდენტზე ფიქრობდეს ამდენს, და სადაც 40 წუთი ლაპარაკობს, იქ ალბათ 40 დღე და 40 თვე აქვს ნაფიქრი. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ სხვადასხვა გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილი ვიყოთ. მე პირადად სიამოვნებს შენება. მე სიამოვნებს რომ ეს ბანაკი აშენდა. იცით აი ერთხელ თვითფრინავით მიფრინავდი სადღაც, ბათუმიდან მიფრინავდი უბრალოდ ერთ-ერთ უცხოურ მივნებაში. და პირველი რაც ვნახე, როცა უყურებდი, იყო თვითფრინავში გადავშალ ლეგოს სურათები. ჩემ ბავშვს აქვს ლეგოს სახში, მაგრამ ნუ ვნახეთ თვითფრინავში. და თვითონ ამისგან გამოვა მაგარი ბანაკი, ახალი გადამწვარი იყო განმუხურის ბანაკი. და მე დაურეკე ლადოს, მოვითათბიე და ავაშენეთ კოროზიასთან და ლადოსთან ერთად ავაშენეთ ძალიან მაგარი ახალი ბანაკი, რომელსაც ხედავთ. მე ჯერ ვნახე ეს თვითფრინავში და შემდეგ ეს ბანაკი აქ იდგა უკვე 4 თვეში. ამას დიდი სიამოვნება. რომ აი რაღაცა ნახო და მე ააშენო. ამას დიდი პრივილეგია, ამაზე მეტი მიღწევა ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება იყოს. და ვიღაცას